ეს უნდა გაგაცნოთ ჩემი 4 შვილი და პირველი იქნება ყველაზე პატარა. კაილი, მოდი აქ. ეს არის კაილი, ყველაზე პატარა ბავშვია და ეხლა ხანს შეუსრულდა 1 წელი. კაილის რო უყურებთ, ალბათ გაინტერესებთ, როგორ გამოიყურება კაილის მშობლები და გაიცანით, ეს არის კაილის დედა, სკვიმპა, რომელსაც თითქმის 2 წელი ნახევარია უკვე. კაილი თავისი სიმაღლე და საშინელი ხასიათები აიღო მამისგან. ეს არის მანი, ჩვენი პირველი ძაღლი, რომელიც არის 5 წლის და არის ყველაზე მსუქანი ზომად შეხედეთ და ყველაზე ბებერი, მაგრამ სამწუხაროდ კაციც უკვე აღარ არის. ამ ოჯახის მამი და ყველაზე ბრაზიანი და ყველაზე მშიშარა ერთდროულად ლუნა, რომელსაც არის უკვე თითქმის 4 წლის, მაგრამ ამის მიუხედავად ყველაზე პატარა ზომის არის. და დღეს ამ ვირთხებს ჩამოვიდა ამანათი, რომელიც ველოდებოდი 1 თვე და მოდით ერთად გავხსნათ. რადევს შიგნით ალბათ ცხოვრებაში ვერ გამოიცნობთ. გიორგის როცა ვუთხარი რომ ეს გამოვიწერე, დამცინა. მედია დიდი აწყობა არ დასჭირდება, იმიტომ აწყობაში ძლიერი არა ვარ. ესე იგი, ჩვენი ამანათი არის 2 ნაწილიდან. ეს არის 1 ნაწილი, მეორე ნაწილი თვითონ რაზეც დადის პირველი ნაწილი. ძალიან ადვილი ყოფილა, უბრალოდ უნდა აიგრეთ ჩავსვა. ანუ უბრალოდ ამას შეხედეთ, ესე იგი, ხო ვშლი, აქ იკეცება, მყარად დგას და თუ ვაიმე და მანქანაში ჩაჯდება ისე მომიწია რაღაცა, მაგას ვწევ დაბლა, ვაჭერ და იკეცება. სად იჯდებიან ჩემი ბავშვები არის აი ეს და თალკი არის აი ეგეთი სირბილე შიგნით, მაგასაც ვდებთ. ასევე რაც მომეწონა, რომ თალკი არის სპეციალური სამაგრები და საყელოში შეგიძლია დაამაგრო ეს, რომ ძაღლი მაინც არ გადმოვარდეს აქედან. ყველაზე მაგარი ასევე არის აი ეს, რომ შემიძლია ამით გადმოვიყვანო მანქანაში და უბრალოდ სადმე წავიყვანო ძაღლები ძალიან კომფორტულია, იმიტომ რომ იქ კარგად იგრძნობენ თავს. უკვე ვაჭერ ღილაკზე, დაბლა ჩამოდის და ჩაჯდა. ეხლა მეც ხომ მიყვარს ყავასთან ერთად სეირნობა და ხშირად იმის გამო რომ 4-ვე მიჭირავს ხელში, მეშინია რომ ჩემზე გადაისხმო, ამიტომ აქ მაგრდება სპეციალური პლასმასი, სადაც მე დავდებ ჩემ ყავას, ტელეფონს და ყველაფერი რაც ხელში შემეშლის ხელს. ჩვენი კაილი ასკა მზად არის და მოდით ჩავალაგოთ უკვე შიგნით ჩვენი ბავშვები. ანუ უბრალოდ შეხედეთ რა მაგარი სიმაღლეა, ეხლა მაღალი ვარ და ჩემთვის არის იდეალურად. და ეხლა ამათ ვკითხოთ, აბა როგორ მოეწონათ? უბრალოდ შეხედეთ, აშკარად მოსწონს, მოგწონთ? ჩვენი სეირნობები ლიზა განსაკუთრებული საინტერესო იქნება, ხალხის შოკი წარმომიდგენია.